ბევრ ჩვენგანს საქართველოში ერთი და იგივე პრობლემა გვაქვს. Სწავლობთ, ვიწყებთ მუშაობას და რაღაც მომენტში ხვდებით, რომ ხელფასი არ გვაძლევს იმ ცხოვრებას, რაც გვინდა. სწორედ ამიტომ ერთ დღეს საკუთარ თავს დავუსვი კითხვა. თუ ასე გავაგრძელო, 5-10 წლის შემდეგ რა მექნება? ხელფასი, რომელიც თვიდან თვემდე ძლევს უყოფნის და ცხოვრება, სადაც მუდმივად ველოდები პარასკევს. საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა სამწუხაროდ ისეა მოწყობილი, რომ სკოლებსა და უნივერსიტეტებში ძირითადად გვასწავლიან თუ როგორ ვიმუშაოთ სხვაზე, რომ გქონდეს კარგი ხელფასი. მაგრამ თითქმის არავინ გვასწავლის იმას თუ როგორ შევქმნათ რაღაც საკუთარი, როგორ ავაწყოთ ბიზნესი, როგორ გავრისკოთ გონივრულად და როგორ შევქმნათ იდეა, რომელიც ჩვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის. რეალობა კი ასეთია. საქართველოში სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით ხელფასები იმდენად დაბალია, რომ ძალიან რთულია ადამიანმა მოიწყოს თავისუფალი, კომფორტული და ღირსეული ცხოვრება. ამას უფრო კარგად მაშინ მივხვდი, როდესაც რამდენიმე თვის წინ თავად გამოვცადე ეს ყველაფერი და ორ სამსახურში ერთდროულად მუშაობდი. სწორედ ამიტომ ერთ დღეს დავიწყე ფიქრს. რა მოხდებოდა თუ აღარ ვიმუშავებდი მხოლოდ ხელფასზე და ვცდიდი საკუთარი საქმის წამოწყებას. ეს ვიდეოც სწორედ ამ ამბავზეა. დღევანდელ ვიდეოში მოგიყვებით, როგორ დავიწყე ჩემი პირველი სტარტაპი NFC ბრელოკებით. გაჩვენებთ ყველაფერს თავიდან ბოლომდე, იდეის მოსვლიდან განხორციელებამდე, რა პრობლემა შეიქმნა და როგორ მოვაგვარეთ ისინი. და ბოლოს მინდა გავარკვიო, ჯობია ვიმუშაო სტაბილურ ხელფასზე, თუ ცადო და გავრისკო ისეთ საქმის წამოწყება, სადაც საკუთარი თავის ბოსი თავად ვერ იქნები. არ მინდა იფიქროთ, რომ ეს არის წარმატების ზღაპარი, რადგან მეც ჯერჯერობით თქვენსავით დამწყები ვარ ამ სფეროში. ეს არის ჩემი გზა, შეცდომებით, შიშებით და ნაბიჯებით, რომელიც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გაიაროს. ამ ვიდეოში ვერ გეტყვით სუსტ ნაბიჯებს თუ როგორ გავმდიდრდეთ ორ კვირაში. ვიდეოს მიზანია დაგანახოთ, როგორ მარტივად შეიძლება წამოიწყოს ნებისმიერმა ადამიანმა პატარა სტარტაპი, რომელსაც შემდგომ შეიძლება დიდი გაგრძელება მოხდეს. ხალხის საკუთარ თავზე. რატომ არჩევენ ისინი მონობაში ცხოვრებას? ყველაფერს ამას ამ ვიდეოში გაიგებთ, ასე რომ არ დაკათოთ. არ დასკიბოთ უნდა მეთქვა. მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ცოტა უჩვეულო დაწყებაა ჩემი ვიდეოს, მაგრამ დიდი ალბათობით არ ჩავსავ ამ ვიდეოს, ახლა ცოტა მოვიხოდო მაგის ვაკეთე, იმიტომ რომ ნერვიულობ, არ ვიცი რატო. დღევანდელ ვიდეოში მე განვიხილავ, როგორ დავიწყე ჩემი საკუთარი სტარტაპი მინიმალური ბიუჯეტით, რა გზა გავიარე, როგორ ავაწყე მთლიანი ეს სქემა. ჯერჯერობით არ ამიწყე ბოლომდე, მაგრამ დაწყებისთვის ყველაფერი ოკეია. არ მინდა ეს ვიდეო იყოს ზოგადად ჩემზე, უბრალოდ მე ჩემ თავზე გამოვხდი რაღაცებს, მაგრამ ზოგადად მინდა რომ ოდნავი სამოტივაციო სახე ჰქონდეს ამ ვიდეოს, იმიტომ რომ თუ ერთი ადამიანი მაინც გამოჩნდება, ვინც ამ ვიდეოს ბოლოს გადაწყვეტავს რა, ან გაიაზრებს, ან თავში გადახარშავს, რომ სამსახურები საქართველოში ზოგადად განძობა და დაიწყებს თუნდაც ფიქრს იმაზე, რომ რაღაც ახალი საკუთარი შექმნას, ეს იქნება ჩემთვის ძალიან დიდი მიღწევა. ასევე მინდა ვიდეოს ბოლოს მოგცეთ რამდენიმე რჩევა წიგნების სახით, რამაც ჩემი აზროვნება ზოგადად შეცვალა ამ ყველაფერსთან დაკავშირებით. გულისხმობ ხელფასიდან რაღაც საკუთარი შექმნაზე. ახლა კი მოდი დავიწყოთ რა არის საჭირო პირველი ბიზნესისთვის. ბიზნესის დასაწყებად. ბიზნესის დასაწყებად ყველაზე მნიშვნელოვანი კარგი იდეის ქონა. მე მაგალითად ჩემი სტარტაპის იდეა ოფისში Instagram-ზე სკროლის დროს მომივიდა. აღმოჩნდა, რომ NFC ბრელოკებს საქართველოში აქტიურად არავინ აწარმოებდა. მაშინვე გიოს გავუგზავნე და ერთად შევუდექით ინფორმაციის მოძიებას, როგორ შეიძლებოდა მსგავსი რამ საქართველოში გაგვიკეთებინა. ChatGPT-მ ყველაფერი დაწვრილებით აგვიხსნა და უკვე რამდენიმე დღეში ჩვენ შევძელით გვეპოვა ადამიანი, ვინც ამ ყველაფერს ჩვენთვის დაამზადებდა. საზღვარგარეთ ეს ბრელოკები ბევრგან კეთდება, მაგრამ საქართველოში რატომღაც არავის არ აქვს. მოკლედ მოვიძიეთ ადამიანი, ვისაც აქვს 3D პრინტერები, დავუკავშირდით, ნახეთ მე და გიო მისულები ვიყავით, სატესტო ვარიანტები გავაკეთებინეთ თავიდან, როგორი ბრელოკი გვინდა დაახლოებით, მოგვეწონა და იმავე დღეს შევუკვეთეთ დაახლოებით 50 ცალის და უკვე აქ არის. ნახევარი გიოსთან დავტოვე წერეთელზე. ნახევარი აქეთ. მარტივად რომ გითხრათ რას აკეთებს ეს ბრელოკები, შიგნით შაშენებული აქვს ჩიპი, სადაც შეგვიძლია ჩავწეროთ თქვენთვის სასურველი ნებისმიერი სახის ინფორმაცია და ტელეფონზე მხოლოდ ერთი შეხებით თქვენ შეგეძლებათ გაუზიაროთ ეს ინფორმაცია სხვა ადამიანს. მაგალითად აი ასე. ამ შემთხვევაში ჩემი Instagram-ი აქვს ჩაწერილი. იდეალური ვარიანტია ბიზნესებისთვის, ასევე ჩვეულებრივი ხალხისთვის, მაგალითად მე ადამიანების გაცნობის დროს ამით ფლექსავებ ხოლმე და თან საქართველოში სიახლე როა ბევრმა არ იცის, თითქმის არავინ არ იცის და უსწორდებათ არა, აინტერესებთ ხოლმე რომ რა მაგარი რამეა რა არის და როგორ. რამდენიმე ვარიანტი შევუკვეთეთ. ეს არის ჩვეულებრივი Instagram-ის, ოღონდ სხვადასხვა ფერებში, YouTube-ის, ჩემი საყვარელი, Facebook-ის და TikTok-ისაც გქონდა, მაგრამ მე მგონი TikTok-ის გიომ წაიღო 5-ვე. ხო, ახლა რა ხდება? შემდეგი ეტაპი უკვე პროდუქტის მოძიების და პროდუქტის ქონის დროს არის შეფუთვა. ესე რომ მივაწოდოთ მომხმარებელს თავიდან ხელიდან ხელში ოკეია, მაგრამ
ჯობია მაინც რამე პატარა შეფუთვა გავაკეთოთ დაახლოებით ასეთი პარკი მაინც რო იყოს. ასე რომ ხვალ წავალ ვაგზალზე, დავივლი და რამეს ვიპოვ იმედია და ბრენდინგი, ხო, სტიკერები. ამაში რო ბრელოკი იდება, აქ იქნება სტიკერი მიტყეპილი. თავიდან ესე წარმომიდგენია. რა თქმა უნდა, დროდადრო ეს ყველაფერი დაიხვეწება და უფრო ლამაზი იქნება. ჩვენ უკვე გაკეთებული გვაქვს სოციალური ქსელები, სახელიც მოფიქრებული გვაქვს, თაგვი ქვია, აი აქ ამონათდება სადმე, აქ ან სადმე. ეს არის ჩემი პირველი სტარტაპი. მე მგონი პირველისთვის საკმაოდ კარგი დაწყებაა და ჩემი არა, მარტო ჩემი არა, ჩემი და გიოს და იმედია გაამართლებს. მოკლედ მეგობრებო, ახლა მივდივართ, სტიკერები უნდა ავიღოთ, გუშინ წინ შევუკვეთეთ და დღეს სად არის წესით. ახლა ძაღლი გამოგვიყიდება. ჩუბა. მოიჩი. მოგეფირო, მოიჩი. აი, ნუ გეშინე შენ. კარგი ჩუგა ხარ. გაჩერდი. წამოსტიკერები ავიღოთ. ასე მარტივად, ზუსტად რამდენიმე წუთში ხდება პრინტვის პროცესი. ძალიან მარტივია. ჩვენი თაგვის სტიკერებიც გაგრას მორჩა მე მგონი. სად არის? შეფუთვა კი გამოვიწერეთ ტემუდან, მაგრამ ძალიან დიდი ხანი დასჭირდა, ასე რომ წავედით როგორც ნახეთ ბაზარზე, ვაგზალზე. ესენი რა არის? აი ესეც მინდა ახლა. ეგ 2 ლარი. 2 ლარი? ყუთი კი კაია, მაგრამ ლარი ძალიან ძვირია. ბებო, პატარა პარკები გაქვთ, აი პატარა ცელოფანი. აი იქით არის ესეთი ქართლის. მადლობა დიდი. მე მგონი ეს პირველისთვის გამოდგება, ხო? ამაში ჩავდებ. დიდი ალბათობით უკან რამე კარტონს დავუპრინტავ და სტიკერს დავაკრავ. და კაი გამოვა. ამას ავიღებ. და იქიდან მოვიტანეთ შეფუთვა, ხო? ოჩახტიო. და სტიკერებით. აგრესიული ხარ. სტიკერებით დავიწყოთ, მოდი. აი ესეთი ჩვენი ლოგო. არ დაიწყოთ ახლა ეს რა ლოგოა, მე მომწონს. მაგრამ პროფესიონალები ვინც ხართ, შეგიძლიათ რჩევა მოგცეთ, თუ შესაძლებელია. პარკები, რავი, მე მგონი დაწყებისთვის ოკეია რა, არ ვიცი. და შევფუთოთ ახლა რამდენიმე ხალხი. პირველ რიგში ჩავდოთ, ძალიან რთული შესაძლებია ეს ხოთა შორის. და დავაკრავთ. შემდეგ ვიღებთ სტიკერს, ვაკრავთ. და აი ასე გამოვიდა ჩვენი ორდღიანი სტარტაპი. ხო, შეგვიძლია სტიკერი უკან დავაკრავთ, შეგვიძლია ეს სადაც დავტოვოთ NFC-ის ლოგოტიპი. თქვენ დამეწერეთ კომენტარებში რომელი ჯობია და როგორ გავყიდოთ. ხო, მარტო ბრელოკები გვაქვს ჯერჯერობით, მაგრამ ძალიან მალე დავამატებთ ბარათებს კომპანიებისთვის, უფრო ბიზნეს კარდი რო იყოს, სადაც სხვადასხვა ინფორმაცია ერთდროულად იქნება ჩაწერილი, ასევე დავამატებთ სტენდებს, ასევე კომპანიებისთვის და ბიზნესებისთვის. ძაღლის საყელოებს ხოთა შორის ძალიან კარგი რამაა, თუ თქვენც უკვე დაიკარგა, ვინმე დაადებთ ტელეფონს და თქვენი ნომერი ან ლოკაცია ამონათდება და ვინმე კეთილი ადამიანი დაგიბრუნებთ ცუგას. ასეთი ამბებია, ახლა კი ამ ყველაფრის რეკლამირება პირველ რიგში საჭირო, რაც ერთ-ერთი ყველაზე რთულია დღეს დღეისობით, იმიტომ რომ როგორც ხედავთ, პროდუქტის წარმოება და პირველადი შეფუთვა ძალიან მარტივია, თუმცა ამ ყველაფრის გაყიდვა უკვე ყველაზე რთულია ამ შემთხვევაში. ახლა მე ახლა მე უნდა ვთქვა. როგორც მოგიხსენებათ, რეკლამა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ზოგადად გაყიდვებში და აქ ჩვენ მასტერებმა თავს ერჩეთ რამოდენიმე ჰუკი, როგორ უნდა ჩავიცრიოთ საზოგადოება პირველივე სამწამში და მოვდონეთ რამოდენიმე ვიდეო, ამისთვის შევინიღბეთ და უნდა გადავიღოთ ვიდეო. ხო. ვაი, ეს რა? ესე კეთდება საქმე. გრინ სკრინი არა გვაქვს და ესე გუჩეს დავიდა რეკლამების ჩაწერა. როგორც მიხვდით, პროდუქტის რეკლამირება ჩვენი ძლიერი მხარე არა. თუმცა არც არავის უთქვამს, რომ მარტივი იქნებოდა და რამდენიმე მცდელობის შემდეგ შედეგმაც არ დააყო. მოკლედ ახლა მივდივართ ჩვენი პირველი შეკვეთის მისატანად. მისატანად ტაქსს უნდა გავატანოთ. გიორგი, გამდიდრდით ძმაო. ხოთა შორის პირველი შეკვეთაზე ერთმა ადამიანმა მოითხოვა 3 საათი. ხო? მადლობა, კარგად. აი ეს სულ არაფრიდან ორ დღეში პირველი შეკვეთაც ბიზნეს პარტნიორ საკუთარ რესტორანს უზნიდა. რეალობა ასეთია. საქართველოში შრომის მოყვარე ხალხი ვართ, მაგრამ ხშირად ჩვენი შრომა ისე არ ფასდება, როგორც ღირს. მეც ზუსტად ამის გამო გადავწყვიტე, რომ რაღაც საკუთარი შემექმნა და ეს ვიდეოც სწორედ ამას ემსახურება. რა თქმა უნდა, არსებობს კარგი სამსახურები და ხალხი, რომლებიც სტაბილურ ხელფასზე კომფორტულად ცხოვრობენ. თუმცა საქართველოს მოსახლეობას თუ შევხედავთ, განსხვავება საკმაოდ დიდია.
მინდა 3 წიგნი გირჩიოთ, რომლებმაც შემზე დიდი ზეგავლენა მოახდინა. პირველი ეს არის დიდარი მამა, ღარიბი მამა, წიგნი, რომელიც სხვანაირად დაგაფიქრებთ ფულზე და მუშაობას. მეორე ეს არის ყველაზე მდიდარი კაცი ბაბილონში. გაჩვენებ თუ როგორ მუშაობს ფინანსური დისციპლინა დროის მიუხედავად. და მესამე, იფიქრე და გამდიდრდი. გასწავლეთ, რომ ყველაფერი აზროვნებით იწყება და გმატებს გამბედაობას, რომ სხვამ თუ შეძლო რაღაც, ესე იგი შენ შეგიძლია. რაც შეეხება ამ 2000 ლარს, რომელიც საქართველოს ბანკმა გადმომცა. შემეძლო ეს ფული დღევანდელ ვიდეოში დამეხარჯა, ან როგორც მინდოდა ისე გავამეყენებინა. მე გადავწყვიტე, რახან მაქვს იმუნიტეტი, შევინახო ეს ფული შემდეგი 2 რაუნდისთვის და მოვახმარო შემდეგი 2 რაუნდის დავალებას. იმედია ამის გამო არ მომხდება, მაგრამ თუ მომხდება, არ ვიცი, ვინც ჩემი გადმოსახედიდან გადახედავთ ამ ყველაფერს, მიხვდებით, რომ საკმაოდ ჭკვიანური სვლა, ასე ვთქვი. ნუ საბოლოო ჯამში მაინც YouTube-ს მოხმარდება და სულ მინდოდა ეს გამეკეთებინა. შეხესაც ვარ და ბიჭო. 1700, 1800, 1900. ჩემი ერთგული მეგობარი, კამერამენი და ამჟამად უკვე ბიზნეს პარტნიორი, გიორგი მაჩაიძე. მეატრიალი კამერა. კი, ქვაბები გამოჩნდა. მიგვასწავლეს, რომ ცელოფნები ვიფიქრეთ, ცელოფნებისა და ერთხელ და ცელოფნები მიგვასწავლეს, სადღაც ზევით არის, იქით მარჯვენა მხარეს. ეხლა იქ მივდივართ. რაც უდე ადგილი ამირჩევი. შუაგზე შენ დავდივარ გორელი ხო არა და. აი ბიარ. იყო დაიკიდე ბიჭო, იყო გადამაღებინეთ ვიდეო, ზახურ დაუნგრიეთის და ვიდეო გადავაღებინე. არხის გამოწერა, ვიდეოს დალაიქება და კომენტარებში თქვენი აზრს მეგობრებო, მინდა შეგახსენოთ, რომ არ დაგავიწყეთ არხის გამოწერა, ვიდეოს დალაიქება და კომენტარებში თქვენი აზრის დაფიქსირეთ. ბლეად რა ვერ გადავაბი. მეგობრებო, მინდა შეგახსენოთ, რომ არ დაგავიწყეთ კომენტარებში თქვენი არხის. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. კომანები თავი, გეყოფათ.